რომელია ყველაზე გავრცელებული მავნე ნივთიერებების სასურსათო პროდუქტებში? რა საფრთხეებს შეიცავს მავნე საკვები და როგორ მოქმედებს ჯანმრთელობაზე? ორშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ან გვიყურეთ ინტერნეტში. განვიხილავთ საფრთხეებს, რომლებიც მავნე სურსათის მოხმარებას უკავშირდება. იყავით ინფორმირებული და იცხოვრეთ უსაფრთხოდ. საღამოშვიდობის მოგესალმებით, ეთერშია რადიო გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე. რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. შეგიძლიათ ჩვენი ყველა გადაცემა ნახოთ ვებგვერდზე რადიო ათინათი წერტილიჯი და Facebook გვერდზე რადიო ათინათი. ლაივის ქვეშ შეგიძლიათ დატოვოთ სურვილისამებრ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ჩვენ ცხადია კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. რაც შეეხება გადაცემას და პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება გადაცემათა ციკლი, ამ აქტივობას ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აიფ სამეგრელოს ხმასთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD 4-ის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. აკვედაოზენ ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარზე სრულიად პასუხისმგებელია აიფ-ის სამეგრელოს ხმა და შესაძლოა რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებას. მოკლედ დღეს კიდევ ერთი გადაცემა გველოდება რიგით, მე ამ გადაცემის წამყვანი გახლავართ სოფიო ხუციშვილი და რაც შეეხება რადიო გადაცემათა ციკლის წინა გადაცემას, აკვე ძალიან მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ. ეძღვნებოდა სურსათის სასიცოცხლო საჭიროებას და რა თქმა უნდა დღევანდელ გადაცემაში კი სტუმრებთან ერთად განვიხილავთ ძალიან დეტალურად მავნე სურსათის მოხმარებიდან გამომდინარე ძირითად საფრთხეებს, რომლებიც ცხადია ავლენს ძალიან დიდ გავლენას როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ოჯახებისა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოკლედ სტუდიაში მოვიწვიეთ ძალიან ძვირფასი სტუმრები, მე კიდევ ერთხელ სიამოვნებით წარმოგიდგენთ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან თენგიჯ გუშია, აიფ სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი, პროექტის დირექტორი, ეკონომისტი და ქეთევან წყაროზია, ექიმი, თერაპევტი, ტოქსიკოლოგი, მოგესალმებით დღესვიდობის. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, როგორც ყოველთვის მავნე სურსათიდან მომდინარე ძირითადი საფრთხეები. და დეტალურად მივუყვეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და ცხადია ვისაუბრებთ რა თქმა უნდა და ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს. თუ სრული გექნება, შეგიძლიათ დატოვოთ კიდევ ერთხელ გეტყვით ლაივის ქვეშ თქვენი კომენტარები. მოკლედ მავნე სურსათის ცნება და მისი ძირითადი კატეგორიები, ის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ბატონ თენგიზ, რა შეიძლება ჩაითვალოს მავნე სურსათად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამოშვიდობის ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს. წინა გადაცემებში ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროექტის რეგიონი და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის ფარგლებში სათანადო და სრულფასოვანი კვების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ცხოვრების ნორმალური დინამიკისთვის. და რა თქმა უნდა ამ კონტექსტში, როცა საკითხი შეეხება სათანადო და სრულფასოვან კვებას, თავისთავად ჩნდება მავნე სურსათის კატეგორიის ცოდნის, მისი ამოცნობის უნარების გამომუშავება მომხმარებელში, მომხმარებლის ცნობიერებაში ზოგადად და უნდა გითხრათ, რომ სათანადო და სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ამ უნარების გაძლიერება, რომ დავიცვათ თავი მავნე და საზიანო სურსათისგან. მავნეა ნებისმიერი საკვები, ნებისმიერი სურსათი, რომელიც შეიცავს ისეთ მიკროორგანიზმებს, რომლებიც დამანგრეველია და ზიანის მიმყენებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ადამიანის ორგანიზმის სტრუქტურა ისედაც შეიცავს აუცილებელ ნივთიერებებს, რომლებიც ბუნებრივი მოცემულობაა და არ გახლავთ საზიანო ჯანმრთელობისთვის. ყველასათვის ცნობილია, რომ 75%-ით წყალბადი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის სტრუქტურის ძირითად ჟანგბადი, 10% წყალბადი, 18% ნახშირბადი, ცხიმები, ცილები და ასე შემდეგ. ლაპარაკია იმ მიკროორგანიზმებზე, რომლებიც არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის და თუ ასეთ მიკროორგანიზმებს შეიცავს სურსათი, საკვები პროდუქტი, ის განსაკუთრებით საშიშია ადამიანისთვის. ადამიანის სხეულში ბინადრობს დაახლოებით 39 ტრილიონამდე მიკროორგანიზმი, რომელიც აღემატება სადღაც 9 ტრილიონით
ადამიანის ორგანიზმის საკუთარ უჯრედებს, მაგრამ ეს მიკროორგანიზმები მოგეხსენებათ აქ პროფესიონალი მედიკოსი ბრძანდება და ის უკეთ გახსნის ამ ყველაფერს, მაგრამ ზოგადი ინფორმაციისთვის მიკროორგანიზმების უდიდესი წილი მუშაობს სწორედ ადამიანის იმუნოფუნქციის გაძლიერებაზე და პირიქით იგერიებს კიდეც ისეთ მავნე მიკროორგანიზმებს და ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება იწვევდნენ პათოგენურ ან სხვა სახის დაავადებებს. სამ ძირითად კატეგორიად ვყოფთ ჩვენ დამაბინძურებლებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს და იწვევენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ, ესე ვთქვათ, ფაქტორებს. ესენი გახლავენ პირველ რიგში მიკრობიოლოგიური დამაბინძურებლები, რაც არის ბაქტერიები, პარაზიტები, ვირუსები, მეორე გახლავთ ქიმიური ბუნების დამაბინძურებლები, ეს გახლავთ პესტიციდები, სხვადასხვა ნივთიერებები, მძიმე მეტალები და ფიზიკურიც, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ უცხონაწილაკები, პლასტმასი, მინის ნამსხვრევები და ასე შემდეგ. სამივე, ესე ვთქვათ, დამაბინძურებლების კატეგორია ქიმიურიც, მიკრობიოლოგიურიც, ფიზიკურიც თითქმის თანაბარი სიხშირით გვხვდება დღევანდელ პრაქტიკაში და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ბაზარზე დაუშვებელია ესეთი სურსათის მიწოდება და უკვე მკაცრდება კარგია ამ კუთხით მოთხოვნები, რომელიც შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს იმ განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც არის დაწესებული უვნებელი სურსათის მიმართ. დაახლოებით ესეთია მოკლე მონახაზი მავნე სურსათზე და შემდგომ თქვენი კითხვების კონკრეტიკის შესაბამისად გავაგრძელებთ ასევე საუბარს. დიახ, ცხადია, მავნე საკვები იწვევს ძალიან დიდ რისკებს, ხო, ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შიშია, სახიფათოა და შეიძლება სავალალო შედეგამდეც მივიდეთ. ამიტომ ჯანმრთელობის რისკებზე აუცილებელია სწორი ინფორმაცია გქონდეს, თქვენ მოგმართავთ ამჯერად ქალბატონ ქეთევან. საკვებისმიერი დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები და რა დაავადებებს იწვევენ და რამდენად ხშირია ეს შემთხვევები? პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენს მსმენელს. მინდათ მოგახსენოთ, რომ კვებითი ინტოქსიკაცია და ამით გამოწვეული დაზიანებები ძალიან ხშირი არის დღისათვის მსოფლიოში ყოველწლიურად კვებითი ინტოქსიკაციებით ავადდება დაახლოებით 94 მილიონი ადამიანი და ლეტალური ციფრებიც არ არის ცოტა, 160,000-მდე ადამიანი იღუპება ამ დაავადებებით. ამ კვებითი ინტოქსიკაციებს იწვევს არა მარტო ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და სხვა ქიმიური და არაქიმიური ნივთიერებები, მაგრამ ყველაზე მეტად კვებითი ინტოქსიკაციების გამომწვევი მაინც არის ბაქტერიები. ბაქტერიებიდან მინდა აღვნიშნო, ეს არის სალმონელა, რომელიც ხვდება ჩვენ დაბინძურებულ წყალში, ხორცში, კვერცხში, რომელიც იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის ესეთ სიმპტომებს, როგორიც არის ცხელება, დიარეა, ღებინება, მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცლის არეში, პირღებინება. არანაკლებ საშიში არის ეშრიხია კოლი, ეს ნაწლავური ჭხირი, რომელიც ისედაც ბინადრობს ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ როდესაც მას ჩვენ ვღებულობთ დაბინძურებული წყლისგან, იწვევს ისეთ მძიმე დაავადებებს, როგორიც არის სისხლიანი პირღებინება თუ დიარეა. შეიძლება გამოიწვიოს ისეთი უმძიმესი დაავადება, რომელსაც უწოდებენ ჰემორაგიულ ურემიულ სინდრომს, HUS, რომელიც შეიძლება ლეტალური შემთხვევითაც დამთავრდეს. ეს იწვევს თირკმლის და ღვიძლის უკმარისობას. აგრეთვე არის სხვა მრავალი ბაქტერიები, ისეთები, როგორიც არის მაგალითად ლამბლიები, რომლებიც არცევე ხვდება ორგანიზმში დაბინძურებული წყლისგან, ხორცისგან, რძის დაუმუშავებელი რძის პროდუქტებისაგან, რომლებიც ყველა ეს მავნებლები იწვევენ ასეთ ინტოქსიკაციებს, რომლებსაც შეუძლია ზიანი მოუტანოს ადამიანს. მაგრამ მინდა აღვნიშნო აგრეთვე სოკოების ძალიან ისეთი
სოკოები ძალიან აზიანებს ჩვენს ორგანიზმს. განსაკუთრებით ახლა ჩვენთან სამეგრელოში ძალიან მოხშირდა ხსენება აფლატოქსინზე. ეს არის სოკო, რომელიც აბინძურებს მარცვლეულს და კერძოდ თხილში ძალიან მარცვლეულებში არის და კერძოდ ჩვენთან თხილში ძალიან მომრავლდა ეს ტოქსინი. რის შედეგადაც ეს იწვევს ქრონიკულ ინტოქსიკაციებს, შეიძლება ესე იგი არ გამოიწვიოს მწვავე ინტოქსიკაციები, მაგრამ გამოიწვიოს ქრონიკული ინტოქსიკაციები და წარმოადგენს დიდ რისკს ონკოლოგიური დაავადებების, როგორც გამომწვევი ონკოლოგიური დაავადებებისთვის დიდ რისკს წარმოადგენს. იწვევს ღვიძლის კიბოს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკულ დაავადებებს, ავტოიმუნურ დაავადებებს, ენდოკრინულ დაავადებებს და ასე შემდეგ. აგრეთვე აღსანიშნავი არის ისეთი ტოქსინები, მაგალითად ბოტულოტოქსინი. ბოტულოტოქსინი, რომელიც ხდება ჩვენ დაკონსერვებულ, არასწორად დაკონსერვებულ, ფერმენტირებულ ხორცში და პროდუქტებში. ეს ბოტულოტოქსინი არის ნეიროტოქსინი, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებებს, პარეზებს, პარალიჩებს. შეუძლია გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი. ბოტულოტოქსინით ინფიცირების შემთხვევები ძალიან იყო გახშირებული საქართველოში, სხვათა შორის ეს ძალიან ბნელ 90-იან წლებში. იმ შემთხვევაში 2001 წლამდე 1991-დან 2001 წლამდე დაფიქსირდა კატასტროფული მდგომარეობა, დაფიქსირდა 879 შემთხვევა ბოტულიზმისა. აქედან 15% დამთავრდა ლეტალობით. გარდა ამისა, ესე იგი ძალიან ხშირი არის ისეთი ვირუსების, როგორიც არის, ესე იგი ვირუსები, რომლებიც იწვევენ კვებით ინტოქსიკაციებს. მაგალითად, ამას ხშირად ჩვენ ბოტკინის დაავადებას, რასაც ბოტკინის დაავადებას უწოდებთ, ეს არის ვირუსული ჰეპატიტი. ას გამომწვევი, ამას აგრეთვე უწოდებენ ბინძური ხელების დაავადებას, რომელიც გადაეცემა დაბინძურებული წყლისგან, საკვებისგან და იწვევს ღვიძლის მწვავე ანთებას იწვევს, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, სიყვითლეს იწვევს და ასე შემდეგ. აგრეთვე აღსანიშნავი არის ისეთი ვირუსები, რომელსაც ნოროვირუსი, რომელიც დაბინძურებული ზღვის პროდუქტებიდან შეიძლება ნოროვირუსი, რომელიც არის საშიში არა მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, არამედ ძალიან საშიშია აგრეთვე მედპერსონალისთვისაც, რადგან ეს პაციენტები ხდებიან, რა თქმა უნდა, სამედიცინო დაწესებულებებში, მათ აქვთ ღებინება, გულისრევა, ცხელება, გამოხატული საერთო სისუსტე, დეჰიდრატაცია და როდესაც ესენი ხდება მედპერსონალთან, რახან ეს ვირუსული ეთიოლოგიის არის ეს დაავადება, ადვილის შესაძლებელი არის ამით დაინფიცირდეს თვითონ მედპერსონალი. ამიტომ ეს ძალიან საყურადღებო არის. აგრეთვე როტავირუსებიც, რომელსაც დაახლოებით ანალოგიური სიმპტომები ახასიათებს, მძიმე დიარეა, გაუწყლოება და ამათაც შეუძლიათ გამოიწვიონ აგრეთვე მედპერსონალის დაავადება. დიახ, ესეთი ჩაგეჭირებით თუ შესაძლებელია პოდკასტს გიხდით. მოკლედ დროის სიმცირის გამო მინდა ყველა საკითხს შევეხოთ და გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა, ამიტომ ორივეს მოგმართავთ, აუცილებელია გაჟღარდეს ცხადია გადაცემის მსვლელობისას რისკები, პრევენცია, ადრეული დიაგნოზი, ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. რჩევები ამჯერად მომხმარებლებისთვის, როგორ უნდა შევამციროთ მავნე სურსათის მოხმარების რისკი და ამით გამოწვეული ზიანი და რა შედეგს იწვევს და რა შედეგი შეიძლება დაადგეს. ამჯერად თქვენ მოგმართავთ და შემდეგ გავაცნო მაყურებელს ალბათ უმაქეთევანმა და დავატებდი მხოლოდ ერთ რამს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკიდან რაც ახსენა, თქვენ წარმოიდგინეთ 40% სოფლიოში საკვებისმიერი მოწამვლა, მოშხამების და ინტოქსიკაციების და ასე შემდეგ მოდის 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე. იმიტომ და რაც ერთხელ კიდე მიუთითებს ამ განსაკუთრებულად მოწყვლად კატეგორიას წარმოიდგინეთ და საქართველოს სტატისტიკას რაც შეეხება 40,000-მდე შემთხვევა кейსი აქვს საქართველოში საკვებისმიერი მოწამვლის წყლების უკან არ მინდა შევეხო, მაგრამ სულ უნდა ახსოვდეს განსაკუთრებით ამ სკოლამდელი დაწესებულების
აღზრდის დაწესებულებებს მარტვილში 2029 წელს 22 ბავშვი ერთიანად საშინელი ფაქტი იყო ერთმანეთთან მხრას ყველაფერი განმეორდეს და გადავალ უშუალოდ თქვენს შეკითხვაზე მრავალძახნაგოვანია იმ ზომების სპექტრი, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს იმისთვის, რომ შედეგი იყოს ეფექტური და საზოგადოებაც დაცული იყოს ასეთი შემთხვევებისგან. პირველი პასუხისმგებლობა მაინც მოდის მეწარმეებს, ვინც გვაწოდებს ჩვენ ამ პროდუქციას. ამ მეწარმეების კატეგორიაში გულისხმობთ ბუნებრივია პირობებში ზოგადად ბიზნეს ოპერატორებს, სასურსათო პროდუქციის დამამზადებლებს, ქარხნებს თუ ფაბრიკებს თუ სხვა კომპანიებს, ფერმერებს და გლეხებს, რა თქმა უნდა, მათზეც არანაკლები პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებული როლი გვაკისრია ასევე ჩვენ ამ თავდაცვით, ესე ვთქვათ, არსენალში მავნე სურსათისგან მომხმარებლებს და თუ ჩვენი ევროპული მისწრაფები არის ჩვენი მთავარი ორიენტირი განვითარების ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფორმაციის დამუშავება და უნდა გავხდეთ ძალიან მომთხოვნები მომხმარებლები, ეტიკეტირების წესების მოთხოვნები უნდა ვიცოდეთ მომხმარებლებმა. ამას უწყობს სწორედ ესეთი პროექტები ხელს, ვარგისიანობის დაცვის წესები. ანუ ჩვენის აუცილებელი ინფორმაცია, რაც არის განთავსებული სურსათის ეტიკეტირების ამ მონაცემებზე, ხო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ვერ ყვეოდე და აი სუპერმარკეტში შერბენის დონეზე კი არ უნდა ვურთიერთობდეთ სურსათთან, თუ გვინდა რომ შევქმნათ მაღალი ხარისხის სტანდარტი მომხმარებლის, უნდა ვითხოვდეთ ბიზნეს ოპერატორებისგან, იცავენ თუ არა ეტიკეტირების წესებს, სადაც დაწყებული ვარგისიანობის ვადის შემოწმებიდან უნდა ვუყურებდეთ რა ტემპერატურის, ესე ვთქვათ, ფარგლებში უნდა ინახებოდეს არის თუ არა დაცული ეს დიაპაზონი ტემპერატურის, შეფუთვის წესები და ბევრი სხვა ინფორმაცია, რომელიც უნდა გააგვიჯდეს ძალიან და უნდა გადავახოთ აი ეს კომპლექსიც, რაც ქართველებს განსაკუთრებით გვაქვს, ეს არ არის არანაირი ჩაშვება და ასე შემდეგ. 1501 უნდა ვიცოდეთ ეს ნომერი, უნდა იცოდეს უკვე ყველა მომხმარებელმა ცხელი ხაზი. სურსათის ეროვნული სააგენტოში, როგორც კი ეჭვი შეგვეპარება, რომ ხედავთ მავნე პროდუქტს, რომელიც შეიძლება ადამიანის ორგანიზმისთვის ზიანის შემცველი იყოს, ეგრევე უნდა ვაფიქსირებდეთ ამ ყველაფერს. უდიდესია, რა თქმა უნდა და პირველ რიგში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს სურსათის ეროვნული ქვეუწყების სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობა მაინც ის არის ძირითადი ოპერატორი და ძირითადი აქტორი, პასუხისმგებელი, რომელიც პასუხს აგებს სურსათის უვნებლობაზე. ანუ არის ხშირი შემთხვევები, როცა უკმაყოფილება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იხვეწება და ეს სააგენტო ძალიან კარგად მუშაობს ევროსტრუქტურებთანაც ამ მიმართულებით, იმ კუთხით, რომ გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმირებულობა მოსახლეობის მაინც ვერ არის იმ ხარისხის და ესე ვთქვათ მოცემულობის, როგორიც უნდა იყოს. ანუ სწრაფად უნდა ხდებდეს მოსახლეობის რეაგირება სურსათის ეროვნული სააგენტო, რომ ქალბატონმა ქეთევანმა თქვენ, მე მესამე, მეოთხემ და საზოგადოებამ იცოდეს, რომ რა სახის დარღვევები იქნა გამოვლენილი, რომელიც ახლა დავუშვათ თებერვალი-იანვარში, წინა წელს რა სტატისტიკა იყო და ძალიან სერიოზულად უნდა მომართვიანობაც უნდა მოწმებოდეს რამდენად ხშირია. იმიტომ რომ მე ვიცოდე, რომ ის რაღაც კონკრეტული პროდუქტი, რომელ პარტიას შეადგენდა საქონლის, რომ ის არ მოხდეს, თქვათ, გორის, თუ ზუგდიდში დაფიქსირდა ესეთი ფაქტი, გორის თუ მარტვილის თუ სხვა არეალების, ესე ვთქვათ, მაღაზიებში და სუპერმარკეტებში, სწრაფად მოხდეს ესეთი პარტიების ამოღება თუ ლიკვიდირება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ინფორმირებულობა არის ყველაზე დიდი ბერკეტი იმისათვის, რომ მე დავიცვა თავი მოქალაქემ და მომხმარებელმა დავიცვა თავი ასეთი სურსათის გავრცელებისგან და მასთან ესე ვთქვათ კონტაქტისგან. დიახ, ქალბატონ ქეთევან, იგივე კითხვით გადმოვალ თქვენთან. როგორ შევამციროთ მავნე სურსათის მოხმარების რისკი? რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? პრევენცია, დიახ. როგორც გითხარით, ესე იგი იქნება მიკროორგანიზმები, სხვა ქიმიური ნაერთები, პესტიციდები თუ პესტიციდები, ნიტრატები თუ ნიტრიტები იწვევენ როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებებს. მწვავე, რა თქმა უნდა, გასაგებია, ამ შემთხვევაში უცებ მიმართავენ ხოლმე სამედიცინო დაწესებულებებს და ხდება მისი
ესე იგი პრევენცია და განკურნება ამ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ქრონიკულ ინტოქსიკაციებთან, რომლებსაც იწვევს ისეთი ხელოვნური დამატკბობელები იწვევს ამას სხვადასხვა პლასმასის შეფუთვაში არსებული ბისფენოლები, რომელიც კანცეროგენული ნივთიერებებია, აგრეთვე ისეთი ძიმე მეტალები, როგორიც არის დარიშხანი, ტყვია, რომელიც ხვდება ორგანიზმში და ეს იწვევს ქრონიკულ ინტოქსიკაციებს. ეს ქრონიკული ინტოქსიკაციები ძალიან საზიანო არის ადამიანისათვის და პირველ რიგში ამის აღმოსაფროა ჩვენ პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ, როცა შევიძენთ ხოლმე პროდუქტს, არის თუ არა, ხო არ არის დარღვეული შენახვის პირობები, არის თუ არა ეს ვადიანი პროდუქტი, ხო არ შეიცვალა როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური თვისება ამ პროდუქტში, ხო არ შეიცვალა სუნი, ხო არ შეიცვალა ფერი, ამას უნდა ძალიან მივაქციოთ, უნდა ყურადღება. გარდა ამისა, უნდა მივაქციოთ აუცილებელია ჰიგიენის წესები და ნორმები, ცხადია. ეს რა თქმა უნდა, ჰიგიენის წესები არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში ჰიგიენის წესების და ნორმების დაცვა სწორედ რომ ოჯახებში იწყება და ოჯახში უნდა მოხდეს საკვების მომზადება უსაფრთხოდ, მისი მოხმარება უსაფრთხოდ და აგრეთვე შენახვა უსაფრთხოდ. ამისათვის საჭირო არის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ წესების მიღება. როგორ დავიცვათ? რა წესები უნდა დავიცვათ საკვების შენახვა მომზადებისას? დიასახლისებისთვის და არა მარტო დიასახლისებისთვის. მნიშვნელოვანია. დავაქციოთ, რომ მივირთვათ ესე იგი სუფთა წყალი, რომელიც არ იქნება დაბინძურებული, ხო? ესეთი წყალი უნდა მივირთვათ. აგრეთვე ესე იგი ბოსტნეული იქნება ეს თუ სხვა საკვების საშუალებები უნდა დამუშავდეს ქიმიურად, თერმულად. ამით ესე იგი თავიდან ავიცილოთ კვებითი ინტოქსიკაციები. გარდა ამისა, არ უნდა კონდეს მომზადებულ და საკვებს ერთმანეთთან კავშირი. ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან, რათა არ მოხდეს დაბინძურება ამ პროდუქტების. გარდა ამისა, შემდეგ ეს პროდუქტები უნდა შევინახოთ შესაბამისად. ზოგჯერ მახოთ და შეფეთ ბაზარში მინახავს აგერდებს ყველი სულგუნის, რომელიც გამოიყურება მადის აღძრულად და აქვეთებს ის ხაშის მოსამზადებელი ფარში, რა ქვია იმას, შიგნეულოდ არა, რომელიც ძალიან შეუთავსებელია. ცხადია. ძალიან შეუთავსებელია. მაგრამ ახლა ეს ერთი რომ პირადი ჰიგიენის დაცვა არის ამ შემთხვევაში აუცილებელი და დავიცვათ ეს პირადი ჰიგიენა და დავამზადოთ აგრეთვე უსაფრთხო საკვები და აგრეთვე უსაფრთხოდ შევინახოთ ის. ესე იგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე დაუშვებელზე ზემოთ მოვამზადოთ ეს კერძები, რადგან უკვე ამ დონეზე მომზადებულმა კერძმა შეიძლება გამოიწვიოს ესე იგი კანცეროგენული ნივთიერებები შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში ჩვენს ორგანიზმში. კანცეროგენული ნივთიერებები, კარგად მოგეხსენებათ, ეს არის კიბოს გამომწვევი ნივთიერებები. რამდენი წესებია დასაცავი? ერთი რამ მინდა დავამატო, როცა საუბრობდი ესე იგი ცნობილ სასურსათო კალათის შემადგენელ პროდუქტებზე, მოხმარებელი რა ინფორმაციას უნდა ითხოვდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ძალიან მოვიხმართ დაუფასებელ პროდუქციას რა, სუპერმარკეტებში როგორც არის ფარში, რა ვიცი, კუპატი და 1000 სხვადასხვა რამე, გემიოლოგებიდან გურმანებისთვის. აქ უკვე აუცილებლად უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია მომზადების, არმოშობის და შემდეგ, რაც უნდა მოითხოვოს მომხმარებელმა. ნაკლებად ხორციელდება ახლა ეს ხო, ნახევრად ფაბრიკაში აღდგენს მადის აღძვრელი კატლეტი რაღაცა და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა მოითხოვოს მომხმარებელმა. ეს არ შეეხება ისეთ ნედლ პროდუქტებს, როგორც არის რაღაც ახალი თევზი, ხილი, ბოსტნეული ასე შემდეგ, მაგრამ დაუფასოებელ, ესე ვთქვათ, სახით მოწოდებულ სურსათს აუცილებლად, ხო? მინდა ერთი რაღაც კიდე ესე იგი შევეხო იმას, რომ არის სწორედ ეს პლასმასის კონტეინერები, რომელშიც ინახება ეს საკვები, რომელიც შეიცავს ძალიან ტოქსიურ ნივთიერებას ბისფენოლ A-ს,
რომელიც იწვევს ქრონიკულ ენდოკრინულ დაავადებებს, უნაყოფობას, განვითარების შეფერხებას ბავშვებში. ამიტომ ძალიან ეს კონტეინერები ძალიან გავრცელებულია ჩვენთან ისეთი მაგალითად ტეფლონის ტაფები, რომელიც აგრეთვე არის ძალიან ტოქსიური. არა და ძალიან ისეთი რეკლამა აქვს და ძალიან ცოტა ოჯახი მეგობრება, ვისაც არ აქვს მსგავსი. ამიტომ ამისათვის ესე იგი უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ჩვენ მინის შეფუთვებს, უნდა მივანიჭოთ აგრეთვე ესე იგი უჟანგავი მეტალისგან დამზადებულ შეფუთვებს და ასე შემდეგ. და ბოლოს აუცილებლად უნდა მოგვართოთ ქალბატონ კეთევან ამ კითხვით, აი რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს? ძალიან ბევრი სახლში მკურნალობს ხოლმე, ინტოქსიკაცია, რაღაცა მაწყინა და მე რა შეიძლება გაუაროს, რაღაც გაზიანი სასმელი და ასე შემდეგ, მირთვა საკვები, სოდა და ასე შემდეგ. აი რა შემთხვევაში აუცილებელი ვიზიტი ექიმთან? თავისთავად მსუბუქი კვებითი ინტოქსიკაციები თავისთავად გადის ორგანიზმიდან ერთ-ორ დღეში, მაგრამ თუ კვებითი ინტოქსიკაციასთან ახლავს ძლიერი ცხელება, ტემპერატურის მომატება 38 გრადუსის ზემოთ, ხშირი დიარეა, დეფეკაციის რაოდენობა 4-ზე მეტი დღე-ღამის განმავლობაში, სისხლიანი ფაღარათი, პირღებინება, სპაზმური ტკივილები, კუნთების ტკივილი, ნეიროტოქსიკოზები ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. აუცილებელი არის ესე იგი ამ შემთხვევაში დეჰიდრატაციის აღდგენა, აუცილებელი არის ინფუზური თერაპია და სათანადოდ ესე იგი გამომწვევის შესაბამისად ამ დაავადების მკურნალობა. და ბოლოს ძალიან მოკლედ შევაჯამოთ. ორივეს მინდა მოგმართოთ დღევანდელი გადაცემა და რა გზავნილები გაქვთ მომხმარებლებისთვის, მსმენელებისთვის, მაყურებლებისთვის. დავიწყოთ თქვენ, ქალბატონ კეთევან. პირველ რიგში ალბათ ეს იწყება ოჯახიდან, რომ აუცილებლად საჭირო არის სახლების მომზადება, შენახვა, მოხმარება. მეორე აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ გარემოს და ინდუსტრიებს, რომლებიც ქმნიან ამ საკვებ პროდუქტებს, რომ ეს არ იყოს მოწოდებული დაბინძურებული ნიადაგებიდან, არ იყოს მოწოდებული, არ შეიცავდეს იმ აკრძალულ ნივთიერებებს, რომელიც ესე იგი ძალიან ხშირად გვხვდება ჩვენს პროდუქტებში. ამაში აუცილებელი არის აგრეთვე ჯანდაცვის სისტემის პრევენცია. ეს იმას მიუთითებს, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა აუცილებელი. მოწყვლადი მოსახლეობის ეთების, როგორც არის ბავშვები, მოხუცები, ორსულებისთვის სპეციალური ბროშურების და წიგნების დამზადება, თუ რას იწვევს თითეული ტოქსინი და რა შეიძლება, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ამ ტოქსინებმა მის ორგანიზმს. მადლობა ამ რეზიუმირებისთვის. სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად დღენიან და ყოველდღიურად უნდა მკაცრდებოდეს მოთხოვნები და სახელმწიფო უნდა იყოს ძირითადი გარანტია ამ მოთხოვნების შესრულების და ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაც თუ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ღირსეული მოქალაქეები, ევროკავშირი პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვნად ნიშნავს სურსათის უვნებლობის მაღალ სტანდარტებს და ბოლოს მარგალურო კუწოლიჩკინ მარჩხილებს ჰიპოკრატეკ მიზუკოლეს მუსხიხანიშ უკახალე მუდგაშ კუმუნკინ ოკორდასიასკან წამალ დოსკან წამალ ოკორდასიასკან ოჩკუმალ ათაშოკოი ცხოვრად. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი გადაცემა და ერთს დავამატებდი მე. ეს ყველაფერი კარგია, ეს ინფორმაციის მიწოდება, ეს ეტიკეტები, წესების დაცვა, მაგრამ მე ვფიქრობ, შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ძალიან ბევრი ფიქრობს ასე, ფერმერების კეთილსინდისიარებაზეც არის, იმიტომ რომ არის პროდუქტები, რომელსაც ვერ გავხსნით, არ გვაქვს უფლება, ვერ დავყნოსავთ, პირდაპირ შეიძლება ითქვას და ვერ შევამოწმებთ, გაფუჭებულია თუ არა პროდუქტი, ასე რომ ყველა თუ თავის საქმეს გააკეთებს კეთილსინდისიერად, მგონია რომ იქნება საკვების ჯანმრთელი და ჩვენს დიდხანს ვიცხოვრებთ ჯანმრთელად. ასე უნდა ვიყო. დიდი მადლობა ბორძანებისთვის და ასეთ საინტერესო გადაცემისთვის. ასეთი გავხდათ დღევანდელი გადაცემა, არანაკლებ საინტერესო გველოდებათ 4 შაბათს, თუმცა აქვე ძალიან მოკლედ გეტყვით ჩვენი დღევანდელი სტუმრების შესახებ. სტუმრები გავხდათ თენგიზ გუში, აიფ სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი, პროექტის დირექტორი, ეკონომისტი და ასევე ქეთევან წყაროზია, ექიმი, თერაპევტ, ტოქსიკოლოგი. ასევე ძალიან მოკლედ პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება გადაცემათა ციკლი.
გადაცემებს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აიფ სამეგრელოს ხმასთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი სურსათის უვნებლობის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD 4-ის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის საელჩოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერის შინაარზე სრულად პასუხისმგებელი აიფ სამეგრელოს ხმა და შესაძლოა რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ასეთი გახდა დღევანდელი გადაცემა. მე ამ გადაცემის წამყვანი სოფია ხუსიშვილი ვარ. 4 შაბათამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. რით ვიკვებებით და რამდენად უვნებელია სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაცულია თუ არა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ყოველ ორ შაბათს, 4 შაბათს და შაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში და გვიყურეთ ინტერნეტში.